რაც ახლა მე თქვენ მოგიყევით, ეს მინდა ძალიან მოკლედ გითხრათ, ანუ ლექსად. და მინდა წაგეკითხოთ ჩვენი ცნობილი პოეტის კოტე ყუბანეიშვილის ლექსი თომა მოციქულის შესახებ. აი რაც ვისაუბრეთ იმაზე როგორ წერს. გონებით უფლის რთულია წვდომა. სანამ ირწმუნებ ჯერ უნდა ნახო. როგორც ამბობდა ურწმუნო თომა, ვინც მის ჭრილობებს ხელი შეახო. რადგან ორგანოც ლოცვის გულია და ხორცით ჩვენი სავსეა წოდვით, ის ერთადერთი მოციქულია, ვინც უფლის მადლი მიიღო წოდნით. თავის ცხოვრებით და ქადაგებით მან დააგროვა მადლი იმხელა, რომ ურწმუნობას ზლია გაგებით და ჭეშმარიტი ღმერთი იხილა, ვინც დაუფასა ღვაწლი და შრომა და საკუთარ ძმად შერაცხა თომა. ღმერთმა დაგლოცო და რა დაესახა.